აი ზუსტად ამ თემაზე ეს პირველი შეკითხვაც. მაინტერესებს ლოცვისას ან საერთოდ ღვთისადმი მიმართვისას რა უპირატესი? ჯერ მადლობა გადაუხადოთ ღმერთს ყველაფრისთვის და შემდეგ პატიება. მოტევებად ხო თუ პირიქით. ზოგადად ლოცვას განასხვავებენ ასე სამ კატეგორიად ყოფნა. ერთი არის სადიდებელი, ერთი არის სამადლობელი და არის ავედრებელი. ავედრებაში ყველანაირი ვედრება შეიძლება ითვლებოდეს, მაგრამ უპირატესად რა თქმა უნდა ცოდვათა მიტევება, იმიტომ რომ კაცმა რო თქვას, ამაზე დიდი სათხო არის რა უნდა ჰქონდეს. ამაზე დიდი არაფერი არ არის. აი რა უნდა სთხოვო ისეთი, რომ ბავშვად აი მატერიალური უნდა სთხოვო, მაგრამ ის ხო დროებით. აი ყველაფერიც რომ მოგწეს. თუ ცოდვათა მიტევება არ მოგენიჭა, მაშინ რა აზრი აქვს იმ დანარჩენ? არაფერი აზრი არ აქვს. უპირველესად კი ღვთის დიდებაა ყველაზე დიდი ლოცვა. ღვთის მადლიერება და ბოლოს ღვთისადმი ვედრება. ღვთის დიდება არის ღვთისადმი, როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ღვთისადმი მადლიერების უმაღლესი ფორმა, მწვერვალი. რომ მადლობ ღმერთს და ეს მადლიერების მწვერვალია, რომ შეღმერთს ადიდო. და ამბობს, რომ თუ ადამიანიო განსაცდელში და ავადმყოფობაში ღმერთს მადლობს, ეს მას მოწამეობად შეეძლება. ახლა დღეს ყველაზე ხშირი აღარაა, რომ ადამიანს ქრისტეს გულისთვის აწამებენ, მაგრამ აი დაუშვათ რაღაცა განსაცდელი შეგემთხვა, რაღაც ავადმყოფობა შეგემთხვა და მთელი გულით მადლობ ღმერთს. ეს მოწამეობად შეეძლება. და ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს. ერთი ეპისკოპოსი მოვიდაო ჩვენთან, ცხენიდან ჩამოდიოდაო, ცხენზე რო ჯდებოდაო, და ფეხიდან მატლი გადმოუვარდა. და თან არ უნდოდა რომ ვინმეს დაენახა, ამ ფეხები ისე ჰქონდა დაშიფრებული და ის მატლები და არ უნდოდა რომ ვინმეს დაენახა და რატო არ უნდოდა რომ ეს ღვაწლი რომ დაემალა. და მე ამბობდა რომ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია რაც ღმერთმა მომცა. და ახლა წარმოედგინეთ კაცის ესეთი განწყობა, რომ ის განსაცდელი რაც ღმერთმა მომცა, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. იმიტომ რომ ამაში თუ ადამიანი ღმერთს ემადლიერება და იღებს ღვთისაგან ამას მადლიერებით, ეს ნიშნავს რომ ადამიანი ქრისტეს გულისთვის ამას ითმის. და როგორც მოწამეები ითმევდნენ ქრისტეს გულისთვის რაღაცას, ეს ადამიანიც ამას ითმის. ახლა ჩვენ შემთხვევაში საერთო ცხოვრებაში რა შეიძლება იყოს? მაგალითად ადამიანს დავიწყოთ სულ პატარიდან სიცხე მისცა, ტემპერატურა აუწია. კი არ დაიწყოს სულწუხარი, არ მეთქვას რომ მადლობა ღმერთს. ხობა ესეა საჭირო. ხელი იტკინა თუ თავის ტკივა თუ ვიღაცა მაწყენინა თუ რაღაცა უსიამოვნო შეემთხვა, ყველაფრის გამო თუ ადამიანი შეძლებს, ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება. და შეხა მეც რო ლაპარაკი ადვილია ამის შესახებ, მაგრამ აი უშუალოდ ის რო ხდება იმ ცეცხლში რომ გამოიწვრთობი, არა? იმ გამოწვრთობის პერიოდი ძალიან რთულია. ყველას ჩვენებურად გამოგვიცდია ალბათ, ყველას თავისი საზომი აქვს და ღმერთმა იცის ეს საზომი. და იმაზე მეტად არავის არ მოევლინება არც განსაცდელი და არც უხარება, ვიდრე ეს ადამიანის ძალებს აღემატება და ვიდრე ეს ადამიანს სჭირდება. იმაზე მეტი არ მოხდება ადამიანის შემთხვევაში. მაგრამ თუ ამას ადამიანი მადლიერებით იღებს, ეს უკვე მას მოწამეობად შეერაცხება.